კლასში არის პრობლემა ურთიერთობისა, დამეგობრებისა, ვიღაცა გარიყულია, ვიღაცა ჯგუფად არის და ვერ არის ერთ მუშტად შეკრული კლასიდან. ახლა პატრიარქმა რა უთხრა? დამრიგებლებს უთხრა, რომ მოაწყეთო პოეზიის საღამოებიო. ორ კვირაში ერთხელ. იმ კლასიდან ჯერ ერთის ოჯახში, მერე მეორეს, მერე მესამეს. ესმით, ეხლა ამას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ჯერ ერთი ის, რომ მერხთან ისე ვერ ხდება დამეგობრება, როგორც სხვა არაფორმალურ გარემოში. თან ახლა ქართველი კაცისთვის სტუმარი ძალიან დიდი მნიშვნელობის აქვს. ჩვენ ვამბობთ, რომ სტუმარი ღვთისაა. შენ სახში რომ მოვლენ შენი თანაკლასელები, შენი სტუმარი როა ის. მერე იმასთან ცუდი ურთიერთობა, აბა როგორღა უნდა გქონდეს. მერე შენ მიხვალ ერთთან, მეორესთან, მესამესთან და როგორც ერთი ოჯახი ისე შეიკრება ეს მთელი კლასი. თუ დამრიგებელი ამას მოიწადინებს და გააკეთებს.